მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ეს არის ჩვენი 21 დღიანი პროგრამის მერვე დღე, რომელიც ეძღვნება ისევ ჯანმრთელობის თემას. შევასწავლეთ, რომ ერთი კვირის წინ ზუსტად ამ თემაზე ვილაპარაკეთ და დღეს მინდა მივუბრუნდეთ ამ თემას და ვთქვათ რა. კერძოდ ის, რომ როგორც აჩვენა კვლევებმა, დაავადებების ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სტრესი. სტრესი, რომელიც არის დესტრუქციული გარემოს, ასე ვთქვათ, შედეგი და სტრესი, რომელსაც წარმოშობს ჩვენი დესტრუქციული აზროვნება. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად განიცდით სტრესს, რომელიც საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ყოფიერებაში, მით უფრო, ასე ვთქვათ, კარგად შეგენახება ჯანმრთელობა, მოდი ესე ვთქვათ. როგორ გავთავისუფლდეთ სტრესისგან? არსებობს სტანდარტული რეკომენდაციები, რომ უნდა იფიქრო პოზიტიურად, უნდა ეცადო განიცადო პოზიტიური ემოციები, აკეთო ის, რაც ასე ვთქვათ, შენთვის არის სიამოვნების და კომფორტის მომტანი, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. როდესაც სტრესი გროვდება, ჩვენს ტვინში ყალიბდება, ასე ვთქვათ, ახალი ნეირონული ბმულები, ესეთი ბმები, ქსელები, რომლებიც ერთმანეთს აკავშირებს გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, ადამიანებს და მაგალითად კივილის ზონას, ან შიშის ზონას, ან შფოთის ზონას, ან ბრაზის და ასე შემდეგ. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბმა ფიზიოლოგიურ ხასიათს ატარებს, ხანდახან კი გინდა იფიქრო პოზიტიურად, ხანდახან კი გინდა, ასე ვთქვათ, გადაეწყო, შეიცვალო შინაგანი განწყობა, მაგრამ სხეული ვერ მოყვება ამაში. ვცდილობ კაი რაღაცებზე იფიქრო, მაგრამ სხეულში ვერ აჩერებ შფოთს, ვერ აჩერებ აი ამ ზეწოლის შეგრძნებას სამყაროში და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი გზები და ისეთი ხერხები, რომლებიც მიცემს საშუალებას ჩვენს ტვინს, რომ აი ეს დესტრუქციული ნეირონული, ასე ვთქვათ, კავშირები და ბმები ჩახსნას და ამისგან გაგვათავისუფლოს. და აქ მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო ტექნიკა, რომელიც გამოგადგებათ ორ შემთხვევაში. პირველი, თუ სიტუაციურად განიცადეთ სტრესი და გსურთ, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან სწრაფად, ეს ერთი. მეორე, თუ პრინციპში თქვენი ცხოვრება უკავშირდება სტრესს, ბევრია სტრესი, მაგალითად, იწევთ ადამიანებთან მუშაობა. მაგალითად, სიტუაცია გაქვთ ცხოვრებისეული ისეთი, რომ გიწევთ ნერვიულობა და უბრალოდ დატვირთვა ხანდახან, რომ ფიზიკური დატვირთვაც სტრესია. ხო, ფსიქიკა ამითაც ზიანდება. შესაბამისად, ეს სავარჯიშო შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. თუ გრძნობთ, რომ გაქრა სილაღე, გაქრა სიმსუბუქე, ბოლოს როდის გრძნობდით, ასე ვთქვათ, რეალურ სიხარულს, ნამდვილ სიხარულს, ხო? აღარ გახსოვთ, მაშინ გირჩევთ, რომ ეს სავარჯიშო აკეთოთ სადღაც თვენახევრის მანძილზე საღამოობით დაძინებასთან ახლოს, იმისთვის, რომ დაგეძინოთ, ასე ვთქვათ, სტრესისგან გათავისუფლებულ მდგომარეობაში, რომ ღამის ძილის დროს თქვენი ტვინი დაკავებული იყოს, ასე ვთქვათ, ორგანიზმის აღდგენით და არა სტრეს ფაქტორებთან ბრძოლით. თვითონ სავარჯიშო არის უმარტივესი, ალბათ, ბევრ თქვენთაგანს, ასე ვთქვათ, ბევრ თქვენთაგანი იცნობს ამ ტექნიკას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მათთვის განსაკუთრებით, ვინც ამ ტექნიკას არ იცნობს და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გაუზიაროთ ეს ვიდეო მათ, ვისაც იცნობთ, ვის ცხოვრებაც არის საკმაოდ სტრესული და გსურთ, რომ ამ ადამიანებს მიეხმაროთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ესე იგი, ტექნიკის გაკეთებისთვის უნდა დავიდოთ ხელები აი ესე მხრებზე და დავიწყოთ აი ესეთი მოძრაობა ხელებით. შემდეგ დავხუჭოთ თვალი და დახუჭული თვალით წარმოვიდგინოთ, რომ მოვსეირნობთ ზღვის სანაპიროზე. ამ დროს ხელის მოძრაობას არ ვაჩერებთ, ხელის მოძრაობას სულ ვინარჩუნებთ მთელი სავარჯიშოს მანძილზე. და წარმოვიდგინეთ, რომ მოსეირნობთ ზღვის სანაპიროზე.
და იმ ტემპში, რა ტემპშიც მოსეირნობთ, ხო, ხმამაღლა დაითვალეთ 20 ნაბიჯი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ახლა გავაგრძელოთ ხელის მოძრაობა და გაიხსენეთ რამე სასიამოვნო მოგონება თქვენი ცხოვრებიდან. თუ ვერ გახსენდებათ სასიამოვნო მოგონება, ასეთი ხდება ხოლმე თუ ძლიერ სტრესს გაიცდით დიდი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ რამე სასიამოვნო ვითარება, სასიამოვნო სიტუაცია, სადაც თავს იგრძნობთ შესანიშნავად. კარგად. და აი, კარგად მინდა რომ ეს ყველაფერი წარმოიდგინოთ იმისთვის, რომ სხეულში წამოვიდეს ეს პოზიტიური შეგრძნებები. და ახლა მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მოსეირნობთ ლამაზ მწვანე პარკში და აქაც დავითვალოთ 20 ნაბიჯი. ხმამაღლა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. გავაგრძელოთ ხელის მოძრაობა და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ ხედავთ საკუთარ თავს, რომელიც გრძნობს თავს უფრო კარგად, ხო? უფრო ჯანმრთელად, უფრო ენერგიულად, უფრო მიმზიდველად და წარმოიდგინეთ, რომ ნაბიჯი გააკეთეთ და შეაბიჯეთ საკუთარი თავის ამ ვერსიაში, ანუ ზედ მოირგეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ ხედავთ კიდევ ერთ ვერსიას საკუთარი თავის, რომელიც არის უფრო ენერგიული, ხო? და შეაბიჯეთ მანდაც. მანდაც შედით. მოირგეთ ზედეს. მეორე ვარიანტიც, ხო და შემდეგ აქედან ასე ვთქვათ, დაფიქრდით, წარმოიდგინეთ, რა პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე ის ფაქტი, რომ ასე ვთქვათ, გექნებათ ნაკლები სტრესი და მეტი ენერგია. აი, მინდა ცოტა ხანი იოცნებოთ ამ მიმართულებით. პრინციპში სულ ეს არის მთელი სავარჯიშო. და როგორც გითხარით, ამ სავარჯიშოს გაკეთება სასარგებლოა როგორც იმისთვის, რომ სტრესისგან გათავისუფლდეთ, აქ და ამჟამად, ასევე იმისთვის, რომ დაგროვილი სტრესის, ასე ვთქვათ, დაგროვილი სტრესით მიყენებული ზიანიც გაანეიტრალოთ. გაუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვისაც გსურთ, რომ ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, ვინც არიან სტრესში, ვიზეც იცით, რომ მათ დახმარება ჭირდებათ. ასევე ჩემს გვერდზე დავდე შეუზღუდავი მიღწევების მარათონის ანონსი, რომელსაც უკვე მე რამდენიმე 5 წელია მე მგონი ვაკეთებ. განახლებული შინაარსით, განახლებული, ასე ვთქვათ, ტექნიკებით, სავარჯიშოებით, შეგიძლიათ ნახოთ მისი პროგრამა და პირობები არის ჩემს გვერდზე და დაინტერესების შემთხვევაში მოგლეთ პირადში მომწერეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, ხვალ გავნაგრძობთ საუბარს და გავნაგრძობთ საუბარს ისევ სექსუალურ ენერგიაზე, რაზეც საუბარი ქონდა ერთი კვირის წინ.